ზიასჯიან არა იმ რეაქციის გამო, რაც პოლიცმაისტერისთვის სილის გაწუნაში გამოიხატა, არამედ იმ თავისუფლების გამო და იმ შეუპოვრობის, იმ სიძლიერის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ერთგულების და მის დარაჯად ყოფნის გამო, რასაც ის და მისი გამოცემები აკეთებენ წლების განმავლობაში ჯერ კიდევ ასლან აბაშიძის რეჟიმიდან მოყოლებული. ქართული ოცნების მთავრობას, მის ქართული ოცნების პარლამენტს და მოკლედ მთლიანად ქართულ ოცნებას, რომელიც ივანიშვილის დიქტატურას ამყარებს საქართველოში, არ აწყობს ისეთი გამოცემები და ისეთი ჟურნალისტები, როგორც არის მზია, ბათუმელები, ნეტგაზეთი და სხვები. აქ სწორედ იმიტომ ვარ შეკრებილი, რომ მზიას დაპატიმრებიდან არალეგიტიმური მთავრობის პირველი სხდომაა და ყველგან სადაც მიო ძალაუფლება მათ ხელშია და ამიტომ მოვედით აქ, თორემ არავის ეგონოს რომ მათ ვაღიარებთ. ყოველთვის შევიკრიბებით, ვიდრე მზია არ იქნება თავისუფალი, სადაც შეგვიძლია ყველგან შევქმნით ამ ხმაურს, რომ მზია უნდა გათავისუფლდეს დაუყოვნებლივ. მზია არის უკანონოდ დაპატიმრებული, ის არც მიიმალებოდა და ვერც გაანადგურებდა მტკიცებულებებს, ამიტომ სრულიად დაუსაბუთებლად შეუფარდეს პატიმრობა. ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. სააპელაციო უნდა გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეცდომა, დანაშაული, როცა ის პატიმრობაში გაუშვა. ამიტომ დროულად ველოდებით სააპელაციოსგან საერთოდ ცნობას უშვებენ თუ არა, დაუშვებენ თუ არა ამ საჩივარს, იმიტომ რომ ვადები დაირღვა, ჯერ ისევ არ ვიცით, მიღებულია თუ არა საჩივარი, ამიტომ სააპელაციომ უნდა გაათავისუფლოს. პროკურატურამ უნდა შეცვალოს აღკვეთი ღონისძიების მოთხოვნა. მზია არ იმსახურებს პატიმრობას ხელის შემოქმნების გამო ადამიანებს, იმ შეურაცხყოფილ ადამიანებს, რომელმაც უბრალოდ პოლიციის სრულიად დამამცირებელ დამოკიდებულებაზე რეაქცია გამოხატა, არ იმსახურებს პატიმრობას. ის უნდა გათავისუფლდეს ციხიდან. ეს რეალურად არის დემონსტრირება იმის, რომ ის ისჯება თავისი პროფესიული მიუკერძოებელი საქმიანობისთვის, რომელსაც ეწეოდა ყველა ხელისუფლების პირობებში. სააკაშვილის რეჟიმის დროს, შევარდნაძის რეჟიმის დროს და ახლაც იცავდა და დაიცავს გამოხატვის თავისუფლებას, მედიის თავისუფლებას და დემოკრატიას ქვეყანაში. ხელისუფლებას ვარ დავარქვა, ძალაუფლებაში მყოფ პირებს სჭირდებათ ხაზგასმა თავისი ძალაუფლების ისეთი ტიპის სადამსჯელო ოპერაციებით, როგორიც აქვთ მზიასთან დაკავშირებით. სწორედ ბათუმელები რომ იქნებოდა დარტყმის ქვეშ ამის მოლოდინი გქონდა, ოღონდ მთლად ასეთი ფორმით ალბათ თვითონ მზიაც არ ფიქრობდა და ეთერიც არ ფიქრობდა ამას. თუ კი განსხვავებული აზრის მქონე ეთანხმება იმას, რომ სილის გაწვნისთვის ქარის მხრიდან პოლიციელზე ვინმე უნდა იყოს ან წინასწარ პატიმრობაში, ან პატიმრობაში, მას აუცილებლად მოუბრუნდება ეს ასეთი ტიპის მართლმსაჯულება საკუთარ ოჯახში და ეს უნდა ახსოვდეს ყველას. ჩვენ გვინდა რომ ყოველდღიური ასეთი აქციებით შევახსენოთ სწორედ ასეთ ადამიანებს, თუ რას აწერენ ხელს და რას ეთანხმებიან. მზია ამაღლობელი ეთერ თურაძე, მათი გამოცემა ბათუმელები არის ყველაზე ძველი, ყველაზე დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, პროფესიონალური, პრაქტიკულად სიმბოლო ქართულ მედიაში აი ამ პროფესიონალიზმის და მაღალკვალიფიციურობის. ამ გამოცემის დირექტორები, მისი დამფუძნებლები არიან ეთერ თურაძე და მზია ამაღლობელი. ვფიქრობ, რომ სრულიად სპეციალურად იყვნენ შერჩეულები, რომელიმე მათგანი უნდა აღმოჩენილიყო ციხეში, იმიტომ რომ ისინი რაღაცნაირად ქართული ოცნება არის ამ ძალმომრეობის პოლიტიკას ატარებს, სადაც მუდმივად სურსო დაგვიმტკიცოს საკუთარი ძალა და დაგვიმტკიცოს, რომ აი ყველაზე პატიოსანს, ყველაზე ძლიერს, იმიტომ რომ მზია ამაღლობელი არის ყველაზე ძლიერი ქალი. აი ესეც დავიჭერთ, დავაპატიმრებთ და ფიქრობენ, რომ ამით შეგვაშინებენ, მაგრამ ცხადია, არ გვეშინია, ისინი იძულებულნი იქნებიან, გაათავისუფლონ ყველა პოლიტპატიმარი და მათ შორის ცხადია მზია ამაღლობელი.